ტელერადიო კომპანია ობიექტივი გულბათ რცხილაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ობიექტივი წლებია აშენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს, რომელიც უნდა აეშენებინა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ეს არ გააკეთა. ჟურნალისტებს, ექსპერტებს, ადვოკატებს, ახალგაზრდულ მოძრაობებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ გაუძღვნեն გადაცემებს ობიექტივის ეთერში, დამოუკიდებელი წამყვანების სტატუსით ყოველგვარი ცენზურის გარეშე. ამ პრინციპით ობიექტივი ხელმძღვანელობს 10 წლეულებია და მაყურებელს აქვს საშუალება ეთერში მოისმინოს მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები. გულბათ რცხილაძეს სწორედ დამოუკიდებელი წამყვანის სტატუსით მიყავდა გადაცემები ობიექტივის არხზე. ის არ გახლავთ ობიექტივის წევრი ან თანამშრომელი. გულბათ რცხილაძე წარმოადგენს არასამთავრობო სექტორს. ის მონაწილეობდა და თავადაც მართავდა საჯარო კონფერენციებს, ბრიფინგებსა და ღონისძიებებს, აქტიურობდა საჯარო სივრცეში, რაც ჩვენი აზრით ნაკლებადაა თავსებადი ჯაშუშობასთან და საიდუმლო საქმიანობასთან. ასევე ნაკლებად დამაჯერებელია, რომ გულბათ რცხილაძეს ხელი მიუწვდებოდა რაიმე საიდუმლო ინფორმაციაზე და თუ დავუშვებთ, რომ ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა, უნდა დავასკვნათ, რომ მასზე მუშაობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რაც ასევე დაუჯერებელია. სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში ამოვიკითხავთ, რომ მაგალითად რუსეთის ჯაშუში საჯაროდ უნდა ლანძღავდეს რუსეთს და აქებდეს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ყოველივეს არანაირად არ ესადაგება გულბათ რცხილაძე, რომელიც საჯაროდ აქებდა რუსეთს და ღიად უპირისპირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას.